გორში ცაბაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ვე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა სადარბაზოსთან იპოვეს. არსებული ინფორმაციით მომხდარზე უკვე გამოკითხულია რამდენიმე ადამიანი. ვერ ყვევით, არ ვიცით, ვერ ყვევით. რა მოხდა რომ თქვათ, ყლელობა არ გასვიქოთ. რომ ვითხე პატიცემლო. 10 წლის არის. ვერ გეტყვი, არ ვიცი. ახალი მოსული ვარ, ვერ ყვევით, ვერ გეტყვი ვერაფერს. ყლელობა არ ვიცი, არ ვიცი. რა ზოგით რამას ისა 22-ში ძახია. დაახლოებით. რა მოხდა, რა გაიგეთ თქვენ? არ ვიცი, მე სამუშაოზე ვიყავი, არაფერი ვიცი. რა თქვეს რომ მოხდა? ვიცი რომ ესენობაში ბიჭი ვერცი თემგაიგეს კამერები რამე არაჩვენო რა. პოლიცია ხო იყო. გამძიებული რა არა. აი, ცივი არაღით ხონდა დაჭრილი იყო. არ ვიცი, არ მინახია მე ჩემი თვე. მარტო დავინახე რომ ზედა ეფინა და რატომ მოკვდა ჩხუბი? ნიშნავი, არ ვიცი რა, არ ვიცი მე. იქ მიდით იმ პადიაში ვიღაცა. ცხოვრობდა ადგილობრივი იყო რა თქვენ? არ ვიცი, ეგეც არ ვიცი. კარგი. უცხო ბიჭი იყო.